მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის სახელმწიფო დამატებით 13.600.000 ლარზე მეტს გამოყოფს. ხოლო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო დაფინანსებამ უკვე 41 მილიონ ლარს გადააჭარბა. თანხები ძირითადად დაზიანებული გზების, ხიდების, წყალმომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იხარჯება. სპეციალისტები სვამენ კითხვას, რატომ იხარჯება ძირითადი რესურსი უკვე მომხდარი ზარალის შემდეგ და არა წინასწარ პრევენციაზე. საქართველოში მაღალი რისკის ზონები წლებია ყველამ ვიცით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100-ზე მეტი მაღალი რისკის წერტილი და 1000-მდე მეწყერ საშიში მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მეწყრის, ღვარცოფის და წყალდიდობის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია. საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე ხელისუფლება წლებია გველაპარაკება. მხოლოდ გველაპარაკება. ჯერ კიდევ 2018 წელს მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი გვეუბნებოდა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა შემდეგ მოხდა 2023 წელს შოვის ტრაგედია და გავარკვიეთ, რომ სისტემა ქვეყნის მასშტაბით კვლავ გამართული არ გქონია. უფრო მეტიც. დღეს 2026 წელია და დღესაც საქართველო ისევ საუბრობს იმ სისტემის აუცილებლობაზე, იმ სისტემაზე, უпростоრად იმ სისტემის არქონაზე, რომელთა აუცილებლობაზეც წლების წინ ყველას აღიარებული ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებასაც. ხსმენია ისიც, რომ ამ ტექნოლოგიით ქვეყნის უზრუნველყოფა ძვირი ფუფუნებაო. შიგადაშიგ ამგვარ მესიჯებს შემოგვაპარებენ ხოლმე. სპეციალისტების თქმით, თანამედროვე მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც ფერდობის მოძრაობას, წყლის დონეს და ნალექს რეალურ დროში აკონტროლებს, ერთ წერტილზე საშუალოდ 20-30 $100 შეიძლება დაჯდეს. ეს ნიშნავს, რომ თუ 100 ყველაზე საშიშ წერტილზე ასეთი სისტემები დამონტაჟდება, საერთო ღირებულება დაახლოებით 2.5-3 მილიონი $. იქნება. თანხა, რომელიც ხშირად ერთ დიდ სტიქიაზე დახარჯულ კომპენსაციებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბევრად ნაკლებია. ასე რომ, ექსპერტები ასკვნიან, პრობლემა მხოლოდ ტექნოლოგიის ფასი და ღირებულება კი არ არის, მთავარი საკითხი არათანმიმდევრული დაგეგმაა. ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა, გარემოს დაცვითი არასრულფასოვანი პოლიტიკა. როდესაც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს ისეთ ზონებში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, სადაც სტიქიური რისკები წინასწარ ცნობილია. შემდეგ კი იგივე ობიექტების აღდგენაზე ხელახლა იხდის, ხო? იმიტომ რომ ეს ხიდები, გზები, წყალმომარაგების სისტემები მიაქვს ან მიწას, ან წყალს, მეწყერს. ამ ფონზე ბუნებრივი კატასტროფების მიმართ უმოქმედობა და გეგმის არქონა საქართველოს ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდება. ხშირად თუ მოსახლეობამ სტიქიას ფიზიკურად გამოასწრო, ეკონომიკურად სრულად განადგურებული რჩება. ადამიანები ვერ ასწრებენ ქონების და წლების განმავლობაში დაგროვებული, ამიტომ სპეციალისტების მხრიდან მთავარი კითხვა უცვლელია. რატომ ვიხდით ყოველთვის ტრაგედიის შემდეგ და ხომ არ სჯობს სახელმწიფომ მეტი რესურსი წინასწარ დაცვასა და რისკების მართვაზე დახარჯოს, ვიდრე ყოველწლიურად უკვე მომხდარი ზარალის დაფინანსებაზე, უკვე მომხდარი ზარალის ანაზღაურებაზე.